დანაშაულებში. ერთი ფაქტი, ერთი ადამიანი მაინც მომიყვანეთ, ერთი ადამიანი მაინც მომიყვანეთ, ერთი კადრი, ერთი რამე მიღება, რომ მე თქვენ რაიმე გადაგებული სიტყვა გითხარით ბატონო ვასილი. მომისმინე? რაზე დაყნობით ამბობთ მაგას? რაზე დაყნობით? თქვენ იმაზე, თქვენ ტყუით. თქვენ ახლა ცრუობთ. თქვენ რო გიყურებთ. ხართ ცამებ წილს. შენ ნამუსი არ აქვს საერთოდ. შეურაცხყოფა მოგაყენეთ. შენ ნამუსი არ აქვს საერთოდ და გისმენ ამ თქვენ იცევით, თქვენ ნამუსი მაშინაც ახსენეთ, მე ჩემ ნამუსთან და სინდისთან სუბთავად. დაამტკიცეთ ბატონო ვასილ, ეს ცილის წამება, რომ მე თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეთ. ერთი ადამიანი მოიყვანეთ, რომელიც იტყვის, რომ დამინახა, რომ მე ვიგინებოდი. ერთი ადამიანი, კამერების ჩანაწერები ამოიღეთ და ჩემი ქცევა იქ განვიხილოთ, თუ გინდათ ნებისმიერი ექსპერტიზის სამხარაულის ექსპერტიზაში წავიდეთ, ჩემი პირის მოძრაობები ამოვიდეთ, ამოიღონ და შეამოწმონ. მე როგორ ვიქცე თქვენ, მე ახლა ცილი დამწამეთ და ნამუსი თქვენ მე ნუ მელაპარაკებით, ეს ხული, რომ მე თქვენ შეგაგინეთ. მე თქვენ შეგაგინეთ? თქვენ ეს გაიგეთ? სხვა ვინმე გაიგო ესა? გინაგეთხრა. აი რადგან დეტალი არ გაიგე. კი, ვინ იცით როგორ? გინაგეთხრა. ვინ არც ბატონი კახაბედის ეს ნახე შენზე პატიოსანი აღმოჩნდა და მე ვაღიარებ. რა უნდა ვაღიარო, რაც გამიკეთებია. მომისმინე? რა ვაღიარო? მე ყველა ჩემს სიტყვასა და ქმედებაზე პასუხისმგებელი ადამიანი ვარ. თქვენ კიდე ტყუით ბატონო ვასილ. მე არავისთვის არ შემიგენებია ტელევიზიაში არასდროს თანამშრომლისთვის. ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ ყოფილა რაღაცა რთული პერიოდები, ყოფილა დაძაბული, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ტელევიზიაში ვინმესთვის შემიგინებია. ვერავინ ვერ იტყვის და თქვენ ტყუით, ამოიღეთ ჩანაწერი და მაჩვენეთ, მოიყვანეთ მოწმე. ვინც იტყვის, რომ მე უღისად მოვიქეცი. თქვენ ეთყობა მე რომ გამხილეთ, ის არ მოგწონ და ეხლა ცილს წამებთ. ტყუით. ეს არის წმინდა ტყუილი და არ არსებობს არც ადამიანი და არც ჩანაწერი და არც ფაქტი, რომელიც ამას დაადასტურებს. გარდა თქვენი სიტყვების ახლა რომ ამან მე შემაგინა. კარგით ერთი აბა, საიდან მოიტანეთ? რითი მიტკიცებთ მაგას? რომ მე ვინმე შევაგინე. მე იქ რას ვაკეთებდი, ამოიღეთ ის ჩანაწერი, გექნებათ უკვე ის ამოღებული. არა. მაშინ ძალიან ცუდი. ამოიღეთ. და ნახეთ და დამიმტკიცეთ მე ეს. თუ არა და ბოდიში მოიხადეთ ბატონო ვასილ. ვინა ბიჭო? ვინა და თქვენ ბიჭო? მომისმენე ამდენი ხანი? გასაგებია, თუ თქვენ მტკიცებულებას ვერ მოიტანთ, რომ მე თქვენ შეგაგინეთ, თქვენ ვალდებული ხართ, რომ ბოდიში მოიხადოთ. ნახე, შენგან გასხოვებით. ეს არის მთელი დღის განმავლობაში, აქ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მოვედით და ვისაუბრეთ რაზე? მონიტორინგზე, კონკრეტულ ფაქტებზე. მთელი მცდელობა იმიტომ გაგრძელდა ეს სხდომა ამდენი ხანი, რომ ბატონი ვასილ მაღლაფერიძე უნდა ვაღიაროთ დიდო სტატია ამაში. ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს, მაგრამ კონკრეტიკა იქნება ნოლი. დღევანდელი სხდომაც არის ამის შედეგი. ამ ადამიანებს, ტელევიზიის თანამშრომლებს აქვთ კონკრეტული სათქმელი, არის კონკრეტული მტკიცებულებები მოტანილი, მათ შორის ფეხბურთში როგორ ეტენებოდა პოლიტიკა, სპორტი აპოლიტიკური არის. მათ შორის როდიდან დაიწყო გადახრა ტელევიზიაში. როდიდან მიემხრო ეს ყველაფერი და როგორ გატარდა გავლენები. და თქვენ ბატონო ვასილ, ამ თქვენი დიდო სტატობით ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხართ. ძალიან. რომ აი ეს შეგიძლიათ მოაწყოთ. დესტრუქცია, რომ სიმართლე არ გაჟღერდეს, თემებზე გადავიდეს სხვადასხვა თემებზე ლაპარაკი. ამაში ხართ დიდო სტატი ბატონო ვასილ. მე პატივს ვცემ თქვენს ნიჭს, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია არც ერთი სიტყვით. და ღირებაზე მით უმეტეს, თუ თქვენ ვერ დაადასტურებთ, რომ მე თქვენ შეგაგინეთ, მოიხადეთ ბოდიში. მომისმენთ? მე კიდე ერთხელ ვადასტურებ, ეგ არის ჩემი მინუსი, ეგ იყო ნერვების ამბავი. ბოდიში მოუხადე ყველა მონაწილეს, რომელსაც შევხვდი და შევძელი. ეხლა ვაქბართ, მართლა მე HR-თანაც ვიყავი, დაწერილი მაქვს განცხადება კი არა, ახსნა განმარტება. ეს არის ჩემი ნერვების ამბავი. ძალიან ცუდი რაღაცა გავაკეთე, ვაღიარებ. ამისთვის მე აი ხლა პირადად გიხდით ბოდიში. თუ მიიღებთ, მიიღებთ, თუ არა და მე ვიღებ, და მომისმინე. ნერვების ამბავი იყო და მე თუ გინდათ მე უფრო აგიხსნით რა მოხდა და ამიტომ მომიხსნებ და ეს ბატონი სად იდგა? დაალანთაღე. შენ მოგიხაბა რა. სად იდგა? არა, ერთად ვიდექით. კი, არ იყო, არა, ბატონ ვასილ არ იყო პირიქით ამა გამომარი და თქვენთან იმაში მეტი არაფერი ვიყავი ბატონო ვასილ. მეტი არაფერი და ეს ჩემი მინუსია,
ამას მე მომისვინე მონაწილე ერთი 5 ადამიანი იყო მე ამოიღე ჩანაწერი და დააკვირდით მე რას ვაკეთებდი რა ბატონო ვასო შეიძლება მაგრამ ჩემთან ამ სიტყვებს მე თქვენ არ შეგარჩეთ მე ვიღაცა შევაგინე სერიოზული ცილისწამება და თხույლი არის ამ ხელა კაცი ხართ და არ შეიძლება ისეთი რაღაცების ლაპარაკი რაღაცა შეიძლება მოგეჭეც ის ჩანაწერი ნახე ამ ადამიანს აღმოაჩნდა პატიოსნება და ბოდიში. არა, იმიტომ მე დავაშავე ამ ადამიანს აღმოაჩნდა პატიოსნება. ანუ მე პატიოსნება არ მაქვს, თქვენ მიმქისებთ რომ მე შეგაგინეთ და პატიოსნება არ მაქვს რომ ვაღიარო. რაც არ გამიკეთებია იმას არაფრის დიდებით არ ვაღიარებ. ან დამიმტკიცეთ, ან მე ჩავიდინე ეგუბედურება. სილისწამებაზეც ბოდიში უნდა მოიხადო. კიდე ერთხელ ვიძახი რომ სერიოზულ საკითხებზე იყო ლაპარაკი ტელევიზიაში რაც ხდება და ის დასტურდება მე რა ბრალდებაც მაქვს წარმოდგენილი რომ 2017 წლიდან მოყოლებული აი ეს თუნდაც გავლენა როგორ ტარდება იცით ტელევიზიაში მას შორის საინფორმაციოში ვასილ მაღლაფერიძის მიერ დირექტორობის დროს დანიშნული კადრები ქმნიან სადაც პოლიტიკაში მომისვინე აგიხსნით შევხვდა დავჯდეთ და მე თქვენ გასწავლთ უყურეთ როგორ არის მომისვენეთ როდეს იმიტომ რომ დღეს ახლა ჩავთვალე რომ სამოქმედო იყო და მაგით მე პირადად 28 ნოემბერს არ დაიღო 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა ეს ყველაფერი მე როცა ჩავთვალე რომ სამოქმედო იყო მაშინ ვინ მოქმედე და აი მაგით დამიმტკიცე რომ მე რამე სამპოლიტიკური აპელაცია მაქვს რატო იყო მაშინ და ეხლა აქტუალური რატო აღარ არის დესტრუქცია შემოგაქვთ ეს არის დესტრუქცია ეს არის მცდელობა რეალური პრობლემებიდან ერთზე გადაიტანოთ ბატონო